ვაჟა ფშაველა საკუთარ თავს მოიაზრებს ამ პოეტის სულიერ მემკვიდრედ და მას უწოდებს უძვირფასეს პაპას. დღეს ვისაუბრებთ დავით გურამიშვილზე, რომლის ერთადერთი ხელნაწერი გვაქვს, ერთადერთი ავტოგრაფული ნუსხა. ეს არის დავითიანი. როგორ მოხდა ეს ხელნაწერი ჩვენთან, ამ ისტორიას გაგაცნობთ. 1787 წელს კრემენჩუგში, უკრაინაში, პოლიტიკური მისიით იმყოფებოდა ერეკლე მეორის ვაჟი მირიან ბატონიშვილი. სწორედ ეს გაიგო დავით გურამიშვილმა, მან შეკრიბა თავისი პოეტური მემკვიდრეობა, გააერთიანა ერთკრებულად და გადასცა მირიან ბატონიშვილს. განსაკუთრებული ინტერესი იწვევს ერთი ფურცელი. ეს ფურცელი გარკვეულწილად დამატებით ინფორმაციას გვაწვდის დავით გურამიშვილის შესახებ. მასზე არის დატანილი ავტოპორტრეტი დავით გურამიშვილის, ის არის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი. მან ეს ხელნაწერი გადასცა მირიან ბატონიშვილს, რათა პოჭომკინისთვის გაეცნო ეს სარწყავი არხისა და წისქვილის პროექტი. დავით გურამიშვილს სურდა საირიგაციო სისტემის გაუმჯობესება და ის იყო თვითონ ავტორი ამ პროექტისა. ჩვენ არ ვიცით რამდენად გააცნო პოჭომკინს მირიან ბატონიშვილმა ეს პროექტი, მაგრამ ფაქტი ერთადერთია, რომ სწორედ მან შემოგვინახა და მან ჩამოიტანა საქართველოში დავით გურამიშვილის მიერ შედგენილი დავითიანი და ეს უძვირფასესი განძი არ დაკარგა ერმა. გადმოცემით ცნობილია, რომ მოგზაურობისას რუსეთის ერთ-ერთ მდინარეში ჩავარდნიათ დავით გურამიშვილის დავითიანი და სწორედ მირიან ბატონიშვილს გადაურჩენია. დავითიანის ეს ხელნაწერი 155 ფურცლისგან შედგება, მხედრულით არის დაწერილი, სათაურები და სტრიქონების დასაწყისების სინგურით, ანუ წითელი მელნით არის შესრულებული. როგორც მოგეხსენებათ, ნაწარმოების იდეური გასაღები არის საერთოდ სათაური და ამ ნაწარმოებსაც ქვია დავითიანი. თუმცა ამ მხრივ დავით გურამიშვილის ნოვატორული გზა არ იკვეთება, იმიტომ რომ აქ უფრო ჩანს, რომ ის ქართულ მწერლობაში არსებულ ტრადიციებს აგრძელებს. რადგან იმ პერიოდისთვის ცნობილი იყო ასეთი სათაურები, არჩილიანი, თეიმურაზიანი, ანუ ამ მეფე პოეტების შემოქმედება იგულისხმება. რაც შეეხება დავითიანში არ ჩანს მხოლოდ დავით გურამიშვილი. დავითიანში მისი პოეტური მეორე მე არის ერთგვარად დავით მეფსალმუნე. მას ბაძავს, მას ეყრდნობა დავით გურამიშვილი და მის მსგავსად ადიდებს უფალს. დავითიანში უნდა იგულისხმებოდეს როგორც დავით გურამიშვილი, ასევე მისი სეხნია ბიბლიური დავითი. შემოქმედებითი მეთოდი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის სახისმეტყველებითი მეთოდი, სიმბოლურ ალეგორიული. დავით გურამიშვილი იყო ღრმადმორწმუნე ადამიანი, შესაბამისად ყველა ყოფით მოვლენას ის უყურებს სწორედ აი ამ კუთხით. ყველაფერში ხედავს ღვთის ხელს და ღვთის ნებას ერთგვარად. როდესაც ლეკებმა გაიწაცეს დავით გურამიშვილი, ამას ასე გაიაზრებს, რომ საქრისტიანოს მოშორდა. თქვათ ბრძოლის დროს, რომ ლიაში, ანუ ტალახში ჩაეფლო, ცოდვაში ჩავარდა. აი ამგვარად არის მისი აი სიმბოლური, ალეგორიული დავით გურამიშვილს ბიბლიური პარადიგმა, ბიბლიური მოდელი გადმოაქვს, როდესაც შლის ისტორიულ ვითარებას, თანადროულ ფაქტებზე გვესაუბრება. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ როდესაც ერი ცოდვაშია და ზნეობრივად დაეცემა, მასზე აუცილებლად მოდის ღვთის სასჯელი. სწორედ ასე გაიაზრებს ის ქართველ ერზე დატეხილ ისტორიულ კატაკლიზმებს. ქვეყანაში არსებული ვითარება მკვეთრად განსაზღვრავს ინდივიდის ბედს და სწორედ ასე მოხდა დავით გურამიშვილის შემთხვევაშიც. დავით გურამიშვილის ტრაგიკული ბედი სწორედ ამ ისტორიულმა ამბებმა განაპირობა. ორჯერ მოხდება ის ტყვეობაში. პირველად ლეკების გაიტაცებენ, ხაროში ჩააგდებენ. ერთხელ გაიპარება და დაიჭერენ. დამამცირებელ ფაქტებს არ გვიმალავს დავით გურამიშვილი და პანღურის მითავაზესო ამბობს. მაგრამ არის საკმაოდ მებრძოლი. არ ტყდება სულიერად დავით გურამიშვილი და მეორეჯერაც გაიპარება. 11 დღის განმავლობაში მიდიოდა, სანამ ჩრდილოეთში არ გადავიდა. ანუ რუსეთისკენ აიღო მან გეზი, იმიტომ რომ
იმ პერიოდში იქ უკვე ვახტანგ მე-6 იყო გადასული. და მეორე ტყვეობა. ქართულ ჰუსართა პოლკში ჩაირიცხა დავით გურამიშვილი და მოხვდა ტყვეობაში მაგდენბურგის ციხეში 1 წლის განმავლობაში. იქიდან პოეტი საკმაოდ ჯანმრთელობა შერყეული დაბრუნდა. როგორც ცნობილია, დავით გურამიშვილს არ ყავდა შვილი და ეს ტკივილი, რომ მას არ ყავდა მემკვიდრე, მთელ ნაწარმოებში მაგისტრალურ ხაზად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დავით გურამიშვილი 22 წლის ასაკში გაიტაცეს ქსნის ხეობიდან ლამისყანიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ის თავის შემოქმედებით, თავისი არსით არ წყვეტს სულიერ კავშირს თავის ქვეყანასთან და ეს ძალიან კარგად ჩანს ლექსიკაზეც თვითონ დავითიანის ხალხურ მეტყველებასთან არის ძალიან დაკავშირებული, გამდიდრებული ერთგვარად. ამ მხრივ ეპიგონიზმის გზა დაძლია დავით გურამიშვილმა, იმიტომ რომ მანამდე აღმოსავლური სტილის გავლენა იყო და ასევე რუსთაველს ბაძავდნენ. დავით გურამიშვილის დავითიანი ახალი სიტყვა ქართულ მწერლობაში. დავით გურამიშვილი აღნიშნავს, რომ გურამიშვილებს საგვარეულო სასაფლაო ქონიათ ზედაზენსა და შიომღვიმეში. ის ძალიან გულის ტკივილით ამბობს დავით გურამიშვილი, რომ ის თავის სამშობლოდან მოშორებით უნდა დაიკრძალოს. უცნობი იყო დავით გურამიშვილის დაკრძალვის ადგილი და ძიების შემდეგ უკრაინელმა მწერალმა, ლიტერატურათმცოდნემ დიმიტრი კოსარიკმა მიაკვლია მის საფლავს მირგოროდში.